კოტი ზმა ჩამოდი ოჰო ბარბარე გოგაძე ილესავს კბილებს აბა კოტი გაცმახსუნდი აქედან გააღეთ აზო გამოდი ოლიაც შემოსულა რამი მანაგაძე ირინა ოპა ზურაბა რავი ზურაბა რაღაცა კისერი მიცმაცუნებს ცუდად ეს არის რეპის საერთაშორისო დღე გააღეთ არა ისე შემოვედი გიორგი რომ просто მიყუროდ ეხა კურათია ეს ლაივი თუ რითი? გააღეთ. რომეო. მოწადე. მოკეთ ისე მოხდა რომ უი ყურა რამაგარია ლეპტოპში ხედავ ჩემ თავს ოღონდ გვიან მოდის ტექნოლოგია ხო და მოკეთ Facebook-მა დაგბლოკა რაღაც საავტორო უფლებების ამბავში და ვეღარდებთ ვიდეოებს 1-2-3 დღე ალბათ დაბლოკი ვიქნებით და ეხა ეს ლაივიც რო დამთავრდება არ დაიდება, ანუ გაქრება. ხო და მაგიტო ესე რაღაცა სახლური იქიდან უბოთყარწი არცად აღარ არის, მაგრამ ბევრი სხვა ახალი რაღაცაა ძალიან. ხვალიდან იქნება ყველგან უკვე ეს ბადეები და ანუ იმდენი რაღაც ჩამოვიდა, რომ ერთი ბექა ყავს ოქროკაცი წითელი Lamborghini დადის ესე եղება ზემოთ კარებები და ვერ ასწრებს რა ამდენი რაღაცა უნდა დაასატური რაშვები რა მიჭამო იმას უნდა დაასაწყობოს და აიღოს წამოიღოს და გააიხა კაცი ართად მოდის სესილიკო შენი მესიჯები რატო არ მოდის ბაბი სახშია თავისთან სად უნდა იყოს ზურაბა, ხვალ იქნები ვაკეში, კი? ხვალ უნდა მოვიდე. მოკლედ, დღეს მოვიპოვეთ ძალიან მაგარი, ოსტა ეხა აქ არაფერი არ მაქვს, რო გაჩვენოთ. ძალიან მაგარი ჭურჭელია, ესეთი ქილებია, ლამაზი, შუშის, რა თქმა უნდა და დევს რაღაცა აი სახეთ ყლარწები რო ქონდა, ოღონდ რომ ამოგეღო ფაფუგი დაგეჭირა და სახიდან რო გადმოდიოდა და ეგეთი ქილებია დიდები ძალიან მაგრები ფერებიც და თვითონ ფაქტურა და ხარისხი და მაგაში გავაკეთებთ ჟელეებს ამიერიდან მაგაშიც ანუ და აი ძალიან ეფექტურია რა ძალიან მაგარია ხო და დღეს ახლა ვარკეთილის ფრესკოში რო ვიყავით იქ მივიტანეთ და გავაკეთეთ პირველ 3 კილოში ის ლაივი მე არ დაიდო სამწუხაროდ და მე მან მივხვდი რომ დაბლოკილები ვიყავით. ვერ ჩამოვდიოდი, ქალაქიდან ვერ გავდიოდი, ესენი ხო პატარები არიან. Dog. ჩას.
რომ იქ ზის დოგი. ხო და გარეთ გაყვანა არ შეიძლებოდა ამისი და დატოვებითაც ახლა იასნა ვიზაუტოვებდი და ეხა უკვე ახაში მინდა წამოსვლა მაგით. ბათუმ ქუთაისის სტენდი საერთოდ არც მინახავს და არც ვიცნობ იქ თანამშრომლებს. ხო შეიძლება ბათუმის კონსულტანტსაც არ ვიცნობ, იმიტომ რომ ხო მე მოკლედ გააღეთ. ხო, გავათამაშებთ, რა გავათამაშოთ ახლა? ვთქვათ და გავათამაშოთ M&M-ი დიდი. და კითხვა იყოს სახისახევა ზეგჩამოვა. არა, ერთ კვირაში იქნება აქ უკვე ადგილზე. და მაშინ კითხვა იყოს ასეთი, რომ ხაჭერი ბატონი. მოცადე რა არის საბურთალოს კურაკურას მისამართი ზუსტი ვინც დაწერს მოიგებს დიდ M&M-ს ჟელეს ქვიშა არ ჩამოსულა ზეგ ჩამოდის და რო ჩამოვა გავათამაშებთ Fidget Cube არა თებერვალში გვექნება იმედია კი არა და გვექნება ხო და გაგიცნობთ აუცილებლად დაწერა ვინ თეკლა მორჩილაძე გადასარევმა ბავშვმა ჭავჭავადის 37 არის საბურთალოს კურაკურას მისამართი ქავთარადის პირველი მართალია სალომე რევაზიშვილი მა არც მეტიას ნაკრები გამოკრა ხელი კაი მსუყე იმას ემენდებს მარიკო ალავიძე შემოგვიერთა რომელიც ვანერვიულეთ დღეს სორი პასუხი ეწერა პირველს მე გვიან მივხვდი ბავშვებმა კიდე კაი მომწერეს რომ ანუ გადაგე ჩასწორებული იყო პასუხი ესე იგი ან კომენტარებში პირველი ვინც მოასწრებს დაწერას იმას უპირატესობა აქვს სერიოზული მე შეუძლია გააყოლოს თვალი იქ და მიხვდეს სწორი პასუხი რომელია და გადაასწოროს და ეგრე მოხდა დღეს უსტად და მე ვითარცა ასაკოვანმა ბერი კაცმა ეგ ხრიკები არ ვიცოდი სეისბურგული და ბავშვებმა მიმითითენ ოჰეო ესე მითხრეს უცოტა გამეიხედე თვალებშიო აუ ლორჩო take it easy არ არის კუბო და რამე სხვა აიღე შვილო მოიცა ეხა თეკლა რაღაცა მიგმაკ მოსაყოლი ვინაიდან ვიდეოებს ვეღარდებთ უიმე საროჭკა არის ეს ლაივი როა და რაღაცებს წერს აქ და ქეც გაუსწდება გული ხო და ვინაიდან ვიდეოებს ვეღარდებთ 1-2 დღე ალბათ ვერ დავდებთ დღესაც გვინდოდა გადაღება ამ ახალი რაღაცეების და ჟელე აიღე ანი რა იმას იყო ისიც ხო ჟელე იყო და შენც რამე ჟელე აიღე 3 ლარის ფარგლებში ეს არა ქვია ხო და ვიდეოების გვინდოდა დღეს დაგვედო უკვე ამ ახალი პროდუქციის და ეხლა ვერ დავდებით და რა გამოვიდა იქ და უნდა მოგიყვეთ მაშინ ანუ ხვალიდან უკვე ყველაფერი იქნება ეს მკერდების ასროლი პამიდრები ორის ზომის ბადე ჟელეები უამრავი და ყველაფერი არის ფასდაკლებული ხო და ვარკეთილის ფილიას რაც შეეხება დღეს შევიარეთ იქით ვიყავი და რამდენმა ნუ ყველა მარა თითქმის ყველა ვინც ჩაიარა უკვირდა რომ უიო ეს რა არისო როდის გაიხსნაო ანუ რატომაც ვარკეთილში არიციან ბევრმა არის ის რომ ყურაკურა იქ გაიხსნა და რო გწერენ რომ დავშვეთ აი East Point-ში როდის გაიხსნებით და მე ვწერ ხოლმე რომ East Point-ში ვერ ვიხსნებით ჯერ მაგრამ
ვარკეთილის ყურაყურაში გახსნილები ვართ. ეხლა რეალურად იქვე არის ფეხით 10 წუთში მიხვალ და მანქანით საერთოდ 2 წუთში და ვამბობენ რომ რა მაგარია და მაშინ ის პოინტის და ასე შემდეგ და რატო ხდება ეს? საროჩკა, სადა ხარ ძმაო? აქ გავათამაშეთ უკვე ყველაფერი და შენთვის აღარ დარჩა არაფერი. შენთვის მარტო საგუგლე. ქროს პესოკი შაქარი. საჭმელი გავათამაშო. შაქარებს წეს შენ ეს 2 დღე. დური ჩანს. დურიზმ მოდი ერთად გავიყვანოთ ნაირი მოდი. მოდი. ვაიმე, ჩემი საფარელი ზაღლი. მე მინდა გითხრათ რომ დურიზმს დღეს მოხდა ცხვირპირში ძალიან მაგრა, იმიტომ რომ სახში რომ მოვედი, დური რას ვხედავ, რომ თეუდურიზმს ან შეება კოტს, გაუღია უჯრა და ვაფშე ყველაფერი იყო გადმოყრილი, დაძიძგნილი, შნურები, ახოდუ ტაბლეტები იდო შიგნით რაღაც კეტანოვები და გრიპის წამლები და პროსტა გული გამისკდა. მე ისინი რომ შეეჭამა, ბატონაც არ იყო დაძიძგნილი და მოკლედ დურიზმს მოხდა ცხვირპირში, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი რომ ამან რამე გაიგოს. რადგან ეს არის დებილი. ეს არის დებილი ძაღლი. და ეხლა მაშინ დურიზმის საპატივცემულოდ გავათამაშოთ. რა გავათამაშოთ? დურები. ეს რა ქვია? არა, ეხლა მაგიდაზე არა ვითარე. წადი კიდე. ეხლა გავათამაშოთ ძმაო. რა ჩამოვიდა ახალი? ესე რა? Star Wars-ის ჟელე. ძალიან საკაიფო რაღაცა. ეს ახლა რაღაცა ჩამოსული, ოღონდ ექსკლუზიური არ არის. სხვაგანაც შეიძლება ნახოთ რა და ეხლა ჩამოგვივა წესიერად. უკვე ჩამოსულია და 2 დღეში გვექნება პროდუქცია, რომელიც მარტო ჩვენია, რა ჩვენ შეუყვეთეთ, ჩვენ ავარჩიეთ ქარხნებიდან, ხო და გავათამაშოთ ეს Star Wars-ის ჟელე და პატარა ჟელეა და თქვათ პატარა M&M's-ი. ანუ 2 ჟელე, Star Wars-ი და M&M's-ი. და კითხვა იყოს ასეთი. რა დაწერეთ ამ ძაღლის 3 მეტსახელი. არა, 3 არა, 2, კაი, ოღონდ მეტსახელი. ანუ ოფიციალური სახელი ქვია მონსტრების კორპორაცია და ეგ არ ითვლება მეტსახელად. ტონა ნახევარი ტყლარწი შაქარ, ეხა ხო შეუყვეთეთ, ჩამოვა სადღაც მაქსიმუმ თვენახევარში. ისე ველოდები და გარდა მაგისა ჭყვიალები რო შეუყვეთეთ, იმეებით რა ქვია, მართალია, დური და სტეპლერი. წესივრად! მოიცადე, ბავშვს ეწერა უკვე ბავშვს. აუ. გიჟერია ლაივზე. მოიცადე. ანი ლორჩოშვილმა მოიგო 2 ლორჩო. რამე თუ მან დაწერა პირველმა დური და სტეპლერი. ანი, აი კაკრას რომ მოხვალ, ეს 2 ჟელე წაიღე და ის სარკოფაგის მაგივრად თუ გინდა სუნო წაიღებ ჟელეს, რამე 3 ლარის ფარგლებში რამე წაიღე. ლორჩმა მოიგო. ანა ლორჩნულა. მერე. ხო, რაც შეეხება ლორჩი. ეს რაც შეეხება ვარკეთილის იმას, ხო და ვარკეთილში ვიცხოვრობთ, გააბაზრეთ ძმაო რა, რომ ეს გაიხსნა, იმიტომ ხალხმა არ იცის. და ფრესკოში რომ ეს ფრესკო, აი სავაჭრო ცენტრი არ არის, ძირითადად მან დადიან მშობლები და ბებია ბაბუები, რომ პროდუქტი წაიღონ სახში და დღეს ჩამოდიოდნენ ჩიქო მას ვაკეთებდი ქილა ჟელეს ამ ახალ ქილებში და ჩერდებოდნენ პროსტა რომ ვერ ხვდებოდნენ რა იყო ეს რაღაცა ხილკედელაოდი და მოდიოდნენ და მე იქ რო უხსნიდი და რაღაცა მაგრაც ინტერესდებოდნენ და ბავშვები ანუ ეს საშოპინგოდ ხალხი მანდ არ დადის და ეს ყველას კიდე Facebook-ი და ის ხომ არა აქვს და
როგორიც გაკადრეთ, ხო და მოკეთ თუ გაიმას ქენით, გააბაზრეთ. მერე ორთა ჭალის ფრესკოში არა, ესე ხშირად ვერ სადაც ვერ ვაკეში ვახერხებ ყველაზე ხშირად მისვლას და საბურთალოზე, იმიტომ რომ გვერდზე ვცხოვრობ და ორთა ჭალაში ერთხელ ვიყავი, მაგრამ ეხლა მივიდე, ეხლა ხშირად ვიარო აქა-იქ. რა მე თუ სხვა საქმე მაინც არა მაქვს. კაი, ეხლა გავათამაშოთ. ლორჩო, შენ ხო არ გვეღადავები? Star Wars-ის პატარა ჟელე მოიგე და პატარა M&M-ს. აღარ დავინახო კიდე რამე დაწერო. ეხლა შემდეგ ვათამაშებთ რა იყო კიდე ახალი? ხო. ძალიან პრიკოლი რაღაცაა. რომეო, შენი ნაწერია ცუდად ჩანს და რა გავათამაშო? ესეთი ხო არის სახელი და M&M-ს ჟელები და არის ვინაიდან მამლის წელი, ამხელა მამალში არის ჟელეები, კურიცა ჟელე. და კურიცა ჟელე გავათამაშო ძმაო. კაი ხო ქონდა რიბასაბაკა და ეხა არის კურიცა ჟელე. ხო და კურიცა ჟელე მოიგებს ის, ვინც დაწერს, რომ ეხა ხო არის მამლის წელი, რომელიც ხოვლის წელი იყო წინა წელი. რა, 2016 წავიდა. მართალია. ლუკა ხაჯაველიძე უბრალოდ გენიოსია, მაიმუნისო და მან მოიგო კურიცა ჟელე. შემდეგ რა უნდა მეთქვა? გველიო. მეგონი მოიცადე. ხო შევწდი კაცო. Monkey, კი ბატონო, 2011, 2028 იქნება კიდე Monkey. ხო, მერე. კიდე დღეს შევუკვეთეთ და ჩამოვა ერთ თვეში, აი ხო არის ჭყუიალები. მე გეტყვით ახლა თქვენ ერთ რამეს, ანუ პრობლემა რა არის აქ, ამ ქვეყანაში. ყველას ჩამოვაკ ერთი და იგივე რაღაცა. აი ვაფშე ყველაფერზე ეგრეა რა. გუშინ მინდოდა საბურავის და დისკების ყიდვა მანქანისთვის, მეორადის რა თქმა უნდა და რასაც მე ვეძებდი, არსად არისო და ყველამ თავაზობდა ვაფშე ერთი და იგივე რაღაცას და ზუსტად ეგრე არის ნებისმიერ რამეზე, აი საკვები, ჩასაცმელი, სათამაშო, ვიღაცა რაღაცას ჩამოიტანს, მეტნაკლებად გაამართლებს და ყველას მერე ჩამოაქ ის, ანუ არ რისკავენ, რომ რამე ახალი რაღაცა. ხო და აი სიტყვაზე ჭყუიალებს ვამბობ. ხო ხა აი ქალაქში არის ჯერთი რამოდენიმე ჩამოაქვს მარტო ეს ჭყუიალები და 4 თუ 5 ფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, მწვანე, ლურჯი და წითელი და всё. და თვალები, რაღაცა სტიკერი და გულები და ისა. და გეგონება რომ ისიც უნდა ეძებო რა და გეგონება რომ არ არის, მეც არ აწარმოებენ და დღეს ახლა ჩვენი მეგობრები არიან ჩინეთში, დღეს გამოფრინდნენ და ნუ იქ ასე ქარხნებში დადიოდნენ და პოსტა ვიდეო ჩამიგდეს ჭყუიალების მაღაზიიდან, აი ნუ ახლა ხო ჭყუიალებია რა უნდა იყოს. მე პოსტა ეგეთი რაღაცა არ წარმომედგინა, აი რა ვიცი, რამხელა, აი ვაკისმარჩი რო ვენდისია, მაგხელა მაღაზია იყო და ჭერამდე თაროები იყო სავსე, აი ესეთი გამჭვირვალე ტომარა ჭყუიალებით. მე ვაფშე ეგეთი ფერები არ მინახავს ბუნებაში. აი რაღაცა სასწაულები იყო რა. ეს რაც შეხება ჭყუიალებს, ერთი კედელი იყო ჭყუიალები. მეორე კედელი იყო ეს პატარა გულები და თან მარტო ორგანზომილებიანი კი არა, აი ნუ ვაფშე არ ვიცი, გადავირიე რა. და რა უქნაო რეები წამოვიღო და ვაფშე ყველაფერი წამოიღე მეთქი და მართლაც ძალიან ბევრი რაღაც ჩამოვაგდ ხო და რო ჩამოვა ცოტა ხანში ეს ტონა ნახევარი ჟელე და ჩამოვა კიდე სასწაული ჭყუიალები და ეს გულები და
ჭურჭელი გვაქვს კიდე შეკვეთილი, მე უკვე ვაპირებთ, რომ სტიკერები გავაკეთოთ ამ ჟელეებზე, დავაკრავთ, დავარქმევთ სახელებს. აგერ შაქარა მოიფიქრა, რომ ეს იქნება გავაკეთოთ, რა ქვია, ზოდიაქოს ნიშნებიო ჟელეებათო 12 სხვადასხვა და ფერები, მთელი ამბები. რა ფერები იყო და სრულიად სასწაული ფერები იყო? ჩემო სესილიკო. ნუ არ ვიცი რა. ყველა ხო იცი იმ სახატავ პროგრამებში რო შედიხარ და ესე ფერთა გამას რო გაჩვენებს ერთი 300 ფერი რო ყველა ეგ ფერი იყო რა თან ჭვიალა შემთხვევაში ძალიან ეფექტურია. კაი, ეხა ეს რა ქვია. მოიტანა სიტყვა მოიტანა და გავათამაშოთ ჭვიალა ბადეტყლარწი გავათამაშოთ მოდი დიდი. და ხო, იცი რა, საბურთალოზე არა, ვერ ხშირად არ დავდივართ რა, ანუ მეტნაკლებად. გავათამაშოთ ბადეტყლარწი დიდი. და დავსვათ როგორი კითხვა. აი ამ ვიდეოში ვთქვი ცოტა ხნის წინ, რომ ახალი ჭურჭელი გვაქვს მეთქი ჟელეებისთვის თქო და როგორი ჭურჭელი, აბა, როგორ აღწერე. რომეო ძმა ჩანს შენი ნაწერი, მაგრამ ის მერე გავათამაშოთ რა. ახალი პროდუქცია გავათამაშოთ დღეს, რომ გაბაზრდნენ. რა 4, რა 15, ოფალა, ის არიგა. არა, სახლი არა. არა, no. ხო, მართალია. Smile. სალი დუდი ჭუმბურიზე. მოიგო. მეცადე მანამდე ხوار და წერავინ. მანამდე წერია კახეთში 5-15. სალი დუდი, ესე იგი, მიბრძანდებით ყურაყურას ნებისმიერ ფილიალში. სწორი პასუხი იყო ესეთი ქილები, სმაილები, ძალიან მაგარი ქილებია. აი ნახავთ რა, ხვალს ვაკეში მივიტან საბურთალოზე იქ. და თქვენ გადმოგეცემათ დიდი ბადეტყლარწი. მაშო. так, მოდი კიდე რამე მდოდა მე თქვა, ხა ერთი წუთი. ეი ჩამოვდის. აი რები და განახი. აი არ ვიცი ხა ჩანს იმასში რა ქვია. აი პლაზმის ბურთები ხო პროსტა n რაოდენობით იყიდება რა. რამდენიც არ უნდა მოვიტანოთ, ვაფშე არ ყოფნის და ეგეც ჩამოაქ აქ მე მგონი ერთი ჩამომტანი იყო მაგისი რა და ჩამოქონდათ როგორ იცი მარტივები ძალიან რა ანუ აი თქვა ესეთი პროსტა გვალი და შიგნით ორნაირი ნათებით. პლაზმის ბურთის და ლავა სანათების მაღაზიიდანაც ჩამით ეს ვიდეო და აი ერთი 15 სახეობა პლაზმის ბურთი იყო. თავის ქალებში ძმაო იმაში დრაკონებს რო უჭირავთ, ანუ აი ყველა ეხა ვიღაცას გოთური სტილი უყვარს და იყიდის ამ თავის ქალას, ხო, ვიღაცას ეს დრაკონი მოდოს. იყო ბავშვებისთვის დელფინებს უჭირავთ და რაღაც, ხო? აქ ეგ ვაფშე არ გაყიდულა ეხა, ხო? რა თქმა უნდა ყველანაირი შევუკვეთეთ და ძალიან ბევრი და ეხა ფასი რა თქმა უნდა ნორმალური იქნება და აი ეს ეხა რა მაგარია. და პროსტა ჩვეულებრივი რო იყიდება, ეხა აი ესენი როგორ არ გაიყიდება. ხო, ყველა თავისი ეს ყავს კლიენტი ასე ვთქვა და რაღაც დრაკონის კლანჭში. ან აი ეს მაგალითად დელფინი, ისა რა ქვია. პლაზმის ბურთი ამ დელფინის ფორმის შუშაა და შიგნით ეს პლაზმა არის რა. ანუ სასწაული. კიდე გათამაშეთ, არ გვაინტერესებს თქვენ ლაპარაკი, კიდე გათამაშეთ. არაფერსაც არ გავათამაშე. დავიღალე. კაი, გავათამაშოთ ეხა რა. რა ქვია იმას. კაი, ეხა გავათამაშოთ
ამ პარტიაზე ჩამოვიდა ახალი ფაქტურის ტყლარწი, რომელიც არის ჟელეს და რეზინა ტყლარწის ნაზავი და დავარქვით რეზინა ჟელე. და არის ეს დიდ იმაში, რა ქვია, ჭურჭელში და მოდი ეგ გავათამაშოთ. და კითხვა იყოს ასეთი, რომ ეს რა ქვია, გეტყვით ხა. როდის გაიხსნა კურაკურას პირველი სტენდი? გააღეთ. რომელი წლის, რომელ თვეს? ვინც გაიტყვის სწორად, მოიგებს ამ მართლა ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ჟელე ტყლარწს. რომ წელი და თვე უნდა დაწეროთ რა? რა ზაფხულში? წელი და თვე? გააღეთ. მართალია. არც მეტი, არც ნაკლები და მარიკო ალავიძემ დღეს მოიგო მეორე ხოშიანი, კი არა, მესამე პრიზი 2015 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა. რა მაგარია. ხო და ესე. რავი, სხვა, მოკლედ ეგ იყო და ეგ ანუ ვიდეოებს ვერ დავდეთ რამოდენიმე დღე, სამაგიეროდ ლაივს ჩავთავთ ალბათ ხვალ და გაჩვენებთ ლაივში ამ ახალ პროდუქციას და მერე ნუ უკვე ეს კინეტიკური ქვიშები რო ჩამოვა და სახისახევები და რა უცხო პლანეტელები საჯმუჯნი ძალიან მაგარ ფასებში სულ არ დაგჭირდება ლაივი, ყველანი მოხვალთ მაინც ყურაკურაში და იქ გნახავთ ყველას, ასე რომ წავედი ახლა მე თუ გააღეთ. Ofala. Bravo, frescoșio. Ai, წავედი მოკლედ, ხა და აბა დროებით. გააღეთ და მერე გამოდით.